რამდენად უსაფრთხოა დღეს ესთეტიკურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა ცხვირის ფილერით მოდელირება და სად გადის ზღვარი სურვილსა და ჯანმრთელობის რისკს შორის. მსოფლიოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ სახის მოდელირებისთვის გამოყენებული შემავსებლის შესახებ, განსაკუთრებით პოპულარულია ტუჩების აუგმენტაცია, ყრიმალის კორექცია და ეგრეთ წოდებული არაქირურგიული რინოპლასტიკა. ცხვირის ფორმის შეცვლა ოპერაციის გარეშე, თუმცა სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სარისკო პროცედურად, მიუხედავად მისი მზარდი მოთხოვნისა. მედიაში სულ უფრო ხშირად ვრცელდება შემთხვევები, როდესაც სილამაზის მიზნით ჩატარებულ პროცედურებს პაციენტების ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მოჰყვა. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, რა მდგომარეობაა საქართველოში. მესამედ გავიკეთე ფილერი რამდენიმე თვის წინ ცხვირზე. არ იყო პირველი შემთხვევა. პირველივე შემთხვევის დროს ვიცოდი, რომ რისკია და ამ ზონაზე დაბრმავების რისკიც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მილიონში ერთია და რაღა მე დამემართება. ამიტომ რისკავდი. საქართველოში ყოფნის დროს დავიშალე ძველი ფილერი, რომელიც მიგრირებული იყო და ცუდად მქონდა და მე ვფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა. კეთების პროცესში მოკლედ იმაში გამემართა სიმართლე გითხრათ, რომ ექიმი საკმაოდ გამოცდილი იყო და მაშინვე მიხვდა რაც მოხდა. მოხდა კაპილარზე მოკლედ ეს ფილერი და აღარ მიეწოდებოდა ცხვირის წვეთს სისხლი. სასწრაფოდ დამიშალა მაშინვე, ოღონდ ეს დაშლა დამჭირდა ძალიან ბევრი ინექცია. ცხვირის ზონა ანატომიურად მაღალი რისკის არ ითვლება, რადგან სისხლძარღვთა ქსელი პირდაპირ არის დაკავშირებული თვალის სისხლმომარაგებასთან. სწორედ ამიტომ არასწორად ჩატარებულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვოვანი ოკლუზია, ქსოვილების იშემია, კანის ნეკროზი და უკიდურეს შემთხვევაში ხედულობის დაკარგვაც კი. ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების შეფასებით მთავარი პრობლემა არაკვალიფიციური პირების მიერ პროცედურის ჩატარება, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ბოლო პერიოდში ბაზარზე ხშირად გვხვდება დაურეგისტრირებელი ან საეჭვო წარმოშობის ფილერები, რომელთა ხარისხი და უსაფრთხოება ვერ კონტროლდება. ეს სფერო ძალიან არარეგულირებადია, სამწუხაროდ აქვს ესეთი რეალობა, რომ ოფიციალურად ვისაც აქვს ესთეტიკაში მუშაობის უფლება ექიმებს ეს არეალი შეზღუდულია და არაოფიციალურად ვინც მუშაობს მათი ესე ვთქვათ მოღვაწეობის აღიარება სახელმწიფო დონეზე ჯერ არ არის. ანუ უნდა გაიმიჯნოს ვის რისი კეთების უფლება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულირება. არა მარტო საქმიანობის, არამედ პროდუქტების რეგულირებაც. თვითონ პროდუქტები, რამდენად სანდოა, რა შემოდის ჩვენ ქვეყანაში, რა სთავაზობენ ჩვენ მომხმარებელს, უკვე პაციენტზე არ არის საუბარი, როდესაც სილამაზის მედიცინას ეხება, თუმცა ეს უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ჯამრთელი ადამიანი მოდის და ის მინიმუმ იმაზე უარესი არ უნდა გავიდეს ოთახიდან, ვიდრე შემოვიდა. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ფილერთან დაკავშირებული გართულება შეიძლება იყოს მძიმე. სწორედ ამიტომ არსებობს საერთაშორისო პროტოკოლები და მუდმივად განახლებადი გაიდლაინები, რომლებიც ექიმებს ასეთი შემთხვევების მართვას ასწავლის. საბოლოოდ კი სპეციალისტები თანხმდებიან ერთ მთავარ საკითხზე. ესთეტიკური მედიცინა აღარ არის მხოლოდ ვიზუალური შედეგი, ის მოითხოვს მკაცრ რეგულაციას, პროფესიულ პასუხისმგებლობას, სერტიფიცირებულ პრეპარატებს და მაღალი კვალიფიკაციის ექიმის ჩართულობას.